უსინათლოთა კავშირი ბათუმში ერთადერთ შეკრების ადგილს წარმოადგენს უსინათლო ადამიანებისთვის. ისინი აქ თამაშობენ დომინოს, კითხულობენ წიგნებს და საუბრობენ. საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს საარჩევნო კოდექსი. საურდევაძე უსინათლოთა კავშირის ბათუმის ფილიალის დირექტორია, რომლის მიზანიც უსინათლოთა გადამზადება და სხვადასხვა უნარჩვევების შეძენა. ეს არის ძირითადად დასახული მიზანი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ გავახორციელოთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა ამაში ხელს არ გვეწყობს. თამარ ართილაყვა გვაჩვენებს მერის მიერ ხელმოწერილ წერილს, რომელიც ითვალისწინებდა უმოკლეს ვადაში დახმარების გაწევას. ერთი წელია ვთხოვთ ხმოვანი წნევის აპარატები არის, უსინათლო რომელიც ვერ ხედავს წნევას ეუბნება. ხმოვანი შაქრის საზომი აპარატებია, ხმოვანი სისხლის საზომი აპარატებია, რომელიც ნამდვილად უსინათლოს ჭირდება, ის ხო ვერ ხედავს. რამდენჯერმე და 3-4 წერილი მაქვს დაწერილი. მერის პრესსამსახურმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში გადაგვა მისამართა. გოჩა ჯიბალაძე სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ოფიციალური წერილი მერიას უსინათლოთა კავშირისგან არ მიუღია. თვალის წნევის საზომი აპარატებთან დაკავშირებით რაც შეეხება და მოთხოვნა ასეთ მსგავსი წერილობით ჩვენთან არ ყოფილა. პირადად თუ რაღაცას ითხოვდნენ უსინათლოები და მათი ორგანიზაცია იყო გარკვეულ დახმარება სხვადასხვა კუთხით. ზოგჯერ იყო რომ რაღაც დღესასწაულებზე შემოწირულობების სახით ან ჰუმანიტარული ტვირთი იყო თუ რაღაცა იყო ჩვენგან ხარდაჭერა ჩვენ შუამდგომლობით სიებს ვაძლევდით იმ ორგანიზაციას და მას ეხმარებოდა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემასთან ასე რატომ უცბად აგორდა ეს თემა ასეთი არ ვიცი. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უფასოდ მგზავრობენ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე კომუნალური გადასახადების დროსაც. ეს არის წყლით და სანდასუფთავების გადასახადებისგან გამთავისუფლებული. გარდა ამისა 350 იგივე კატეგორიის პირები ისარგებლებენ სატელეფონო სააბონეტო შეღავათები, ანუ განთავისუფლებული იქნებიან სატელეფონო სააბონეტო გადასახადების. გარდა ამისა არის ასეთი საცხოვრებელი ფართის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ფართის ბუნებრივი აირის დამონტაჟების შემთხვევაში სუბსიდირება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს აწუხებთ ადაპტაციის, ინტეგრაციის, საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემა. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეა. ისინი ამ დღეს ხელოვნების უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და თავიანთი ემოციები ლექსებით, სიმღერებით გადმოსცემენ. კონდესი, მოალესი, სინათლემზე და უნუროცა, დავნახო ის რაც ჯერ არ მინახა. ნინო ჩხაიძე არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის შშმ პირებისადმი საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ ნიშნავს, თქვათ ვიღაცა თუ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მოდი თავისი ოჯახი მიხედავს, აი სახელმწიფო არის და სახელმწიფო მიხედავს. ეს არასწორი დამოკიდებულება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ამ ადამიანების უფლებების დაცვის ვალდებულება. მარიტა გორგილაძე მე-11 კლასის მოსწავლე და ამავდროულად ამ ორგანიზაციის მოხალისეა. არაადაპტირებულ გარემოს ემატება საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ძალიან დამრთმელია. წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი არის ეტლით მოსარგებლე და ის დარწმუნებულია იმაში, რომ მის ქალაქში არსებობს ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია. მაგრამ პირველად როდესაც გამოდის ქუჩაში და მას სურს ისევე იგრძნოს თავი, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა და უბრალოდ მასწავლობენ გაჩერებაზე. ზურაბ მსახურაძე უსინათლოთა კავშირის წევრია. ის უსინათლოა და დამოუკიდებლად მოძრაობას მხოლოდ სახლის ირგვლივ ახერხებს. ხმოვანი შუქნიშნებით კი ვერ სარგებლობს. ვიზეზად კი დაუმორჩილებელ მძღოლებს ასახელებს. მარტო კი დავდივარ, აგერ მელაშბის ოდროთრო ახლა აი კრუქში მე დავდივარ ჩემთვის მაღაზიას დამოუკიდებლად. მაგრამ ის არის ძნელი ხანტეხა რომ ტროტუარაზე ხდება მანქანები რა. შუქნიშნები ახლა ბათუმში დაქანებია შუქნიშნები, მაგრამ როგორ არის ახლა თბილისში მაგი მოქმედებს, მუშაობს თბილისში. ალბატონი გულნაზ მამულაძე
36 წლის იყო, როცა უბედური შემთხვევის დროს მხედველობა დაკარგა. მაშინ გავიგე, თუ რა ყოფილა სიბმარის ტკივილი. ფიზიკურ ტკივილს უსწრებს. გიორგი გიოვანი ეტლის მოსარგებლეა. ის ამჟამად დასაქმებულია. მისი აზრით, შიშიმ პირების დაუსაქმებლობის ძირითადი მიზეზი მენტალური პრობლემებია. ის რომ ადამიანებს აქვს წარმოდგენა შესაძლოა ხოლმე პირი არ შეიძლება მუშაობდეს სრულფასოვნად და ასე შემდეგ. თუმცა გარდა ამისა არის ბარიერები იგივე გადაადგილებასთან დაკავშირებით, იგივე წვდომასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტერიტორიების მიმართ, თუნდაც ის რომ სახელმწიფოში საბანკო სექტორი რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო საზრდოს გაცემას და მისი შენობებიც კი არ არის ადაპტირებული და ნათლად ჩანს სახელმწიფო პოლიტიკა, მუნიციპალიტეტის პოლიტიკა და ზოგადად იმ ადამიანების პოლიტიკა, ვისაც ხელისუფლება აი ამ საკითხის ოდნავ მაინც წინა პლანზე წამოწევა და მოწესრიგება. კითხვაზე თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ გიორგი პასუხობს, რომ დღევანდელი მოცემულობით ყველა სიახლის და წინსვლის მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციებია. ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში და ჩვენ ველოდებით იმ გარემოს, რომელსაც გვპირდებიან გამალებულ რეჟიმში, თუმცა რეალური ქმედითი ნაბიჯები იგივე დასაქმების, იგივე ადაპტაციის, იგივე გარემოს შექმნის და თუნდაც ელემენტარული წამახალისებელი პროგრამების კუთხით ნული სტოლია დღეს ჩვენს ქვეყანაში. თომა კაკაბაძე არასამთავრობო ორგანიზაცია, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის დამფუძნებელია. რაც შეეხება შეზღუდული სტატუსის მქონე პირების უფლებების დაცვას, ეს მე მაწუხებდა პირადად და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავდავაფუძნეთ ორგანიზაცია და ამის საფუძველზე დავიწყეთ მუშაობა, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმზე. იმიტომ რომ ჩვენ გვაწუხებს, ჩვენ გვინდა რაღაც შევცვალოთ ჩვენს კუთხეში, ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში. საერთოდ რომ შეზღუდული სტატუსის მქონე პირებს ოდნავ მაინც გაუმჯობესდნენ მდგომარეობა, ის სავალალო მდგომარეობა, რა რეალობაში დღეს ცხოვრობთ. ყველაზე დიდი ბარიერი ეტლით მოსარგებლეებისთვის, როგორც თვითონ ამბობს, არაადაპტირებული შენობებია. დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე, რაც მთლიან საქართველოშია და კერძოდ აჭარაში, ძალიან რთული ადამიანმა შეძლოს რაღაც წარმატების მიღწევა შეზღუდული სტატუსის მქონე ადამიანის კურსს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხელმიუწვდომელია ქუჩაში გადაადგილება, არა მარტო ქუჩაში, ალ ქუჩიდან რომ უკვე გადადიხარ შენობაში და შესვლა ნებისმიერ შენობაში, თქვა ერთეულების გამოკლებით, თუნდაც უნივერსიტეტში თქვა სწავლის დაწყება კიდე რომ ადამიანმა რაღაც ცხოვრებაში შენი გადაჭდეს კარიერა, გქონდეს რაღაც მიაღწიოს ცხოვრებაში, ეს არის მიუღწეველი ჩვენთვის, იმიტომ რომ უნივერსიტეტი მოგხსენებათ არ არის ადაპტირებული არანაირად საერთოდ. არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია არსებულთა შორის. თითქმის ყოველ თვეში იგეგმება სხვადასხვა საინფორმაციო აქციები და აქტივობები. ერთ-ერთი აქცია კაფეებისა და რესტორნების არაადაპტირების გაპროტესტების მიზნით გაიმართა. დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვინც ყოველდღიურად მოვიხმართ ხოლმე ამ არაადაპტირებულ კაფეებს, მივმართოთ ადმინისტრაციას, რომ ხვალდაზეგ დამკარგა მე როგორც კლიენტს, რადგანაც მე ეტლით მოსარგებლე მეგობარი მყავს. რესტორნებსა და კაფეებში შესული ახალგაზრდები ადაპტირებულ გარემოს უკვეთავდნენ. დემონსტრაციულად ტოვებდნენ ადგილს და უერთებოდნენ გარეთ მდგომ ეტლით მოსარგებლე მეგობრებს, რომელთათვისაც მსგავს დაწესებულებებში დამოუკიდებლად შესვლა დიდ ბარიერს წარმოადგენდა. ზურაბ თენიაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა. ჰყავთ თუ არა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასე პასუხობს. თავისუფლად შეუძლიათ მიიღო მონაწილეობა, თუ კი გამოცხადდება კონკურსი. ეს ზუსტად კეთდება იმის გამო, რომ შეეჩვიონ სიტუაციას, გაიარონ პრაქტიკა და შემდგომში შეიძლება უფრო იოლი დარჩეს მათთვის ამ კონკურსებში მონაწილეობის მიღება და რაღაც და თუ სიტყვაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, გავიარე ეს კონკურსი, გადავედი შემდეგ ტურში დასაქმების კანდიდატი ვარ და როგორ მოხდება როგორ ხედავთ არაადაპტირებულია ეს გარემო და როგორ ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა და როცა მიიღებენ მონაწილეობას, მე გეთქვით. იქნებ მათთვის ეს წარმოადგენს ბარიერს, რომ აქ არ არის ადაპტირებული გარემო და მაგიტომაც არ იღებენ. აი ამის გულისთვის რომ ცოტა მოხდეს შეჩვევა ამ გარემოსადმი, ვაპირებთ ამ კატეგორიის ხალხის
პრაქტიკაზე აყვანას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრაქტიკაზე აყვანას, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აპირებენ, თუმცა როდის და რა კრიტერიუმებით შეერჩევა სტაჟიორები, ეს უცნობია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის მონაცემებით აჭარაში 13000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს.